მაშასე ვბრუნდებით სტუდიაში და დღის ამ მთავარ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად. ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის და ლევან სამუშია, თავისუფალი დემოკრატები. მოგესალმებით საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ქალბატონ ნანა, თქვენგან მინდა დავიწყო და პირველი ჩვენი თემა იქნება საკონსტიტუციო სასამართლო. თქვენ რა შეფასებას აძლევთ, თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესებს, რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით? მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მოსამართლეები, ვინც დღეს საუბრობს ზეწოლაზე, მართლაც სასამართლოში შეწუხებულები არიან მოსამართლეებზე ხელისუფლების ზეწოლით, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოები იყო აბსოლუტურად დამონებული და დამორჩილებული, სადაც არ არსებობდა გამამართლებელი განაჩენები, 0.01% იყო გამამართლებელი განაჩენები და ეს მართვა ეხებოდა აბსოლუტურად ყველა დონის სასამართლოს და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს ადამიანები არასოდეს არ იყვნენ შეშფოთებულები იმითი, რომ ისინი იყვნენ დაკვეთის შემსრულებლები, ან ისინი ცხოვრობდნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო იყო დამორჩილებული. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ მხოლოდ უნდა ვისაუბროთ, აი უფრო გლობალურად რას ნიშნავს ეს განცხადება, რომელიც გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა, თუ იმ პოზიციას იზიარებს ჩვენი მაყურებელი და მსმენელი, რასაც მე ვიძახი, რომ ეს ადამიანები დუმდნენ და არასაფერს არ ამბობდნენ რეალურად დამორჩილებულ სასამართლოზე და დღეს ალაპარაკდნენ, რა შეიძლება იყოს ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთის მხრივ რას იწვევს ესეთი განცხადებები. ესეთი განცხადებები უპირველეს ყოვლისა იწვევს პარალიზებას სახელმწიფო სტრუქტურების, თუნდაც პროკურატურის, იმიტომ რომ ძირითადი საქმიდან, მართლაც რეალური საქმეებიდან, მართლაც რეალურად დაზარალებული ადამიანების საქმეების გამოძიების გვერდზე გადადება ხდება და ვინაიდან ესენი არიან საერთაშორისო დონეზე გახმაურებული ფიგურები და ასე შემდეგ, პრიორიტეტი ენიჭება ამათ საქმეებს, რაც ბუნებრივად იწვევს საზოგადოების და ხალხის უკმაყოფილებას, ვინაიდან მათი საქმეები ჭიანურდება და გაუთავებლად თქვენ თუ დააკვირდებით ერთი და იგივე წრე, ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე პოზიციის მქონე ადამიანები საუბრობენ ამ ზეწოლებზე, თუმცა რა თქმა უნდა ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულებები მათ არ დაუდიათ ამასთან დაკავშირებით და მე ველოდები გამოძიებას, რომ აბა ვნახოთ ვის დაასახელებენ, რომ ვინ იყო სწორედ ის ადამიანი, ვინ ზეწოლას ახდენდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის მხოლოდ პიარ ტექნოლოგია იმისათვის, რომ მომზადდეს რაღაც არეულობა წინასწარ. თქვენ ფაქტობრივად ამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელშიც მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლო. სახიფათო პოლიტიკური თამაში ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ აქ უნდა დამთავრდეს ეს. ეს იწვევს ჩემის აზრით, ეს არის წინაპირობა იმ არეულობისა, რომელიც იყო დაანონსებული რამოდენიმე ხნის წინ, რომ უნდა დაიღვაროს სისხლი და უნდა მოხდეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ნელ-ნელა ნაციონალური მოძრაობა თავისი წარმომადგენლებით და მე მინდა გითხრათ, რომ მე აქ ორი ადამიანი, ერთი გიორგი პაპუაშვილი და მეორე კოტე ვარძელაშვილი, ეს არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ თავისუფლების ინსტიტუტიდან მოვიდნენ პოლიტიკაში. ერთი ევრაზიის ფონდში მუშაობდა კოტე ვარძელაშვილი, მეორე გიორგი პაპუაშვილი სოროსის ფონდიდან, ორივე ჩემს ოფისში ესე ვთქვათ საქმიანობდნენ. კოტე ვარძელაშვილი უშუალოდ ჩემ პროექტებს წერდა და მე მასთან ძალიან ახლო შეხება მქონდა და ვიცი მისი იურიდიული განათლებაც და მისი ამ მიმართულებით ესე ვთქვათ ცოდნაც. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ადამიანები მოხვდნენ ჯერ ასეთ მაღალ თანამდებობებზე, თავისთავად ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება. ნაწილი არიან ამას ამბობთ. ისინი არიან პირდაპირ ქალბატონ ნანა, აი ძალიან საინტერესო ერთი რამ. მოძრაობის, ანუ თავისუფლების ინსტიტუტის, რომელმაც შექმნა. თქვენ ამბობთ, რომ გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი, ხომ? აი თქვა პაპუაშვილის ეს განცხადება და არეულობა, რასაც თქვენ ვარაუდობთ, ხო, რომ შეიძლება მოხდეს. როგორ შეიძლება განცხადებიდან არეულობამდე განვითარდეს პროცესი, ეს ორი დაშორებული საკითხია. კი ბატონო, ამას ავხსნი, იმიტომ რომ ჯერ ერთი იქნება, მე გითხარით, რომ ერთის მხრივ იქნება საზოგადოების უკმაყოფილება, იმიტომ რომ რეალური საქმეების გამოძიების გვერდზე გადადება ხდება და რეალური პროტესტი ჩდება საზოგადოებაში. მეორე ხდება დასავლეთის და ასევე ქვეყნის მოსახლეობის შეგუება იმაზე, რომ ეს არ არის დემოკრატია, ეს არის არადემოკრატიული ქვეყანა. ანუ როგორ მოხდა 2003 წელს რევოლუცია? სწორედ ამ ლოზუნგით, რომ ჩვენ გვაქვს ნაკლები დემოკრატია, გვინდა უფრო მეტი დემოკრატია და ამიტომ მოხდა გადატრიალება, ხო, თითქოს. შემდგომ რა დემოკრატიაც მივიღეთ, ეს ყველა ჩვენგანმა ვნახეთ, მაგრამ ლეიტმოტივი იყო ეს, რომ ცუდი დემოკრატია და გვინდა უკეთესი. დღეს ზუსტად იგივე, ოღონდ უფრო სხვა ფორმით ხდება იგივე სიტუაციის აგორება, რომ არის ნაკლები დემოკრატია. მე რა თქმა უნდა ვეთანხმები, რომ დემოკრატიული კუთხით ჩვენ სერიოზული პრობლემები გაგაჩნია, მაგრამ
არა შედარებით იმ 9 წელთან რაც აქამდე გქონდა. გასაგებია, თქვენი ლოგიკის მიხედვით მიმდინარეობს რაღაც ნიადაგის შემზადება. მიმდინარეობს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ. უკან ამ ადამიანების უკან დგას თქვენ იცით რომ სერიოზული ძალები დღეს ხელისუფლებაში ვერავინ ვერ მოდის და ვერ მიდის გარკვეული ძალების მხარდაჭერის გარეშე. ეს ერთგვარად არის დღევანდელი ხელისუფლებაზეც კიდე ერთი ზეწოლა, რომ აი ხო ხედავთ ჩვენი ბიჭები როგორ აქტიურად არიან და ყურის აწევაც რომ კიდე უფრო კარგად თუ არ დაგვემორჩილებით, უფრო მეტისაც გასაგებია. ბატონ ლევან, აი ქალბატონმა ნანამ ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება ამ საკითხზე და მას მიაშინა რომ ეს აბსოლუტურად მართული და პოლიტიკური თამაშია. მე ვიცი რომ თქვენ განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ ამ საკითხზე, თუ შეიძლება თქვენი შეხედულება გვითხრით რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მოგესალმებით ქალბატონ ნანას. ალბათ ქალბატონ ნანასთვის პირველ რიგში ცნობილია ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ნაციონალების მიმართ, მაგრამ მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ნანას პოზიციას, რომ ამ შემთხვევაში გავყვეთ იმას, რომ რაღაც თეორიებით ვიმსჯელოთ, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე ეს არის მართული პროცესი. მე შემიძლია ვისაუბრო ფაქტებით და ფაქტებიდან გამომდინარე გავაკეთოთ ამას. მე სწორედ ფაქტებზე დავყავით რომ ესენი ამას ამზადებენ. თავიანთი დაანონსებული სისხლის ღვრებით თავიანთი დაანონსებული არეულობით და საკონსტიტუციო სასამართლოზე როდესაც საუბრობთ ამ შემთხვევაში რაც მოგწონს თუ არ მოგწონს, ჯერ პირველ რიგში უნდა ვცვეთ ინსტიტუტს პატივი, ყველაზე უმაღლესი სასამართლო, რაც ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნიათ, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას ზეწოლასთან დაკავშირებით ქალბატონო ნანა და ერთი კვირა ჭირდება გამოძიების დაწყებას, აქ უკვე ჩდება ნიშანი იმისა, რომ თვითონ პროკურატურა და ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის დაინტერესებული საქმე გამოიწვიოს. ერთი კვირა დაჭირდა გამოძიების დაწყება, სანამ არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგი საზოგადოების წევრები, პოლიტიკური ორგანიზაციები არ მოუწოდებდნენ პროკურატურას, რომ ემოქმედა კანონის იმპერატიული მოთხოვნების შესაბამისად. და რა ვხედავთ დღეს მდგომარეობით? ბაბუაშვილმა გააკეთა ეს განცხადება და განცხადება გააკეთა არა ზოგადი და რატომ არა ზოგადი? იმიტომ რომ ის ვერ გააკეთებდა განცხადებას კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. კონკრეტიკა იმაში იყო, რომ მექანიზმები ზეწოლის, ანუ პირადი ცხოვრების ბიზნესთან დაკავშირებით მან გააკეთა ის განცხადება, რისი გაკეთების შესაძლებლობაც იყო ეთერში. იქნებოდა თუ არა უმჯობესი საჯარო განცხადებამდე მანამდე გაეფრთხილებინა პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ რაღაც მსგავსი ხდება აქ. იმიტომ რომ ფაქტები ხომ უნდა მოეპოვებინა პროკურატურას, ახლა ხომ არ გაჭირდება ამის გაკეთება. პროკურატურამ ფაქტები უნდა მოიპოვოს გამოძიების დაწყების შედეგად. პროკურატურა სამართლებრივი საფუძველი არა აქვს, თუ გამოძიება არ დაიწყო ფაქტები მოიპოვოს. სხვა რამეს ვამბობ. თუ კი პაპუაშვილისთვის ცნობილი იყო მანამდე ამ ფაქტების შესახებ, პროკურატურისთვის ხომ არ უნდა ეთქვა ჯერ და შემდეგ ხო არ უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება მე. და საჯარო განცხადება არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ისევე როგორც პირადად თქმა. მაგრამ აი ნახოთ გავყვეთ მოვლენებს, რომ გააკეთა განცხადება. დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მყისიერად, რაც ევალებოდა. არ დაუწყია პროკურატურას გამოძიება მყისიერად. ანუ მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურა ობიექტურად შეხედავდა ამ სურათს, არ ქონდა საზოგადოებას და არც ქონდა პაპუაშვილს. იქნებოდა წერილობითი მიმართვა პაპუაშვილის პროკურატურის მიმართ და პროკურატურას არ ექნებოდა ამაზე რეაქცია, ეს ხომ იქნებოდა წერილობითი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად წერილობითი მიმართვა. და ჩემია განცხადება და თქვენია განცხადება ერთი და იგივე. ანუ ამას მნიშვნელობა არა. ეთანხმებთ, უბრალოდ მე ვამბობ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს, წინა შემთხვევაში, ანუ რეაგირება არ მოყოლია, მან ალბათ არჩია საჯაროდ ამის განცხადება და გააკეთა ეს განცხადება საჯაროდ. ქალბატონო ნანა, თქვენ როდესაც საუბრობთ ამ შემთხვევაში, რომ შორსა ვარ იმასრისაგან, რომ აქ ზეწოლები ხორციელდებოდაო. ზეწოლების გამო მოხდა მეთქი ეს. გასაგები, ანუ თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ ზეწოლა იქნებოდა ამ მოსამართლეებზე? მე ამის უბრალოდ მაინტერესებს. აი რომელ მოსამართლეებს გულისხმობთ? არ ვიცი, მე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გამორიცხავ. ჩემზე კარგად იცის რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. არა, მე მაინტერესებს. არა, მე ეხლა ვეგეტყვით, აქ არიან მოსამართლეები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკურ ჯგუფ
ჯგუფს წარმოადგენენ. იმაზე ზეწოლას უბრალოდ რა აზრი აქვს, რომ იმაზე ზეწოლა მოახდინო. მე გეუბნები, რასაც ზეწოლა ქვია და იმაზე რაცა უნდა ზეწოლა მოახდინო. ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. თქვენ მოდით ახლა იქიდან დავიწყოთ. დღეს მოსამართლემ გააკეთა. თქვენ არაფერს არ გეუბნებათ ეს ფაქტი. დღეს მოსამართლე ქალბატონი ერაძე თუ რა ერემაძე აკეთებს განცხადებას. მოდის ზუსტად 12 საათზე, როდესაც რუსთავი 2-ის ჩართვა, როდესაც იწყებს რუსთავი ინფორმაციას. პირველი გახსნა, მომისმინეთ ერთი წუთი. რომელ საათზე დაიბარა გამოძიება იმაზე, ის არის არა, შეუთანხმდა გამოძიებას, შეუთანხმდა რომ მოვა 12 საათზე. არა, შეუთანხმდა გამოძიებას, რომ რუსთავი ჩამთავს და მე მოვა გამოძიება. არა, ეს არა, რუსთავი დროზე შეუთანხმდა, დრო კითხეს და შეუთანხმდა გამოძიებას. არა, რუსთავი ერთი წუთი დავამთავრებ და ლოგიკას მივყვეთ, ფაქტებს უნდა მივყვეთ. პირველი ინფორმაცია, რომელიც აი ამაზე პირველი ინფორმაცია ეთერში თქვენ ხო იცით რომ მთელი ტელევიზიები სწორება როგორც იყო კომუნისტებზე, ახლა სწორება რუსთავი 2-ზეა, ხო? პირველი ინფორმაცია, ვინც გაუშვა, ეს იყო რუსთავი 2, ზუსტად იმ დროს, როდესაც მას ჰქონდა საინტერესო 12 საათიანი ჩართვა და პირველი ნიუსი, ანუ გაიხსნა ტელევიზია იმ ნიუსით, რომ ეს ქალბატონი აანონსებს, რომ მართალია ჩემზე არა. 12 საათიანი სხვაგან არის ხო ინფორმაცია? არა, რუსთავი 2-ზე მოხდა. ნუ ახლა ეს არის ფაქტი და მანიშნებელი რისი. არა, იმიტომ რომ მითხარით რომელზე იყო, მაშინ სხვა გავყეთ ერთი წუთი თუ შესაძლებელია. რუსთავმა 2-მა არა, ჩემთვის არაფრის მეტყველი არ არის ქალბატონი. არა, 12 საათზე გავყეთ თქვენ საუბრობთ რომ პარალიზება ერთი წუთი. მე ვიძახი რომ ესია. გასაგებია, თქვენ საუბრობთ რომ პარალიზება სულთამის პროკურატურის. პროკურატურა დღეს ისედაც პარალიზებულია. პროკურატურაში ქალბატონო ნანა. კი, პროკურატურაში ქალბატონო ნანა არაფერი არ შესულა შემიძლია. გითხათ ადეიშვილის გარდა და ადეიშვილმა მაგაში გეთანხმები. არა, რომ ეთანხმები ზუსტად ამაზეა საუბარი. მაგრამ როდესაც დღეს უკვე მიღებულია 300 მუხში ცვლილება, როდესაც მიღებულია ის რომ პროკურატურის დასკვნის შემდეგ შესაძლებელია საქმეების გადახედვა და ამ დროს ძველი საქმეების გადახედვა, როდესაც ხდება ამისი პარალიზება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამ დაზარალებულები, არა, კი ჩვენ საუბრობთ, კი თქვენ საუბრობთ რომ პროკურატურის პარალიზება ხდება და ის დაზარალებულები, რომლებიც ამ შემთხვევაში ელოდებიან სამართლიანობას, პროკურატურა ამას ვერ ახერხებს, ვინაიდან ადამიანური რესურსი არ აქვს შესაძლებელია, ხო, ვინაიდან გადასული ამ პიარზია გადასული. ახლა მიყვეთ ამ საქმეს 4 წლის განმავლობაში, 4 წლის მაგას გეთანხმება, რატო არ გვინდა ეხა რაღაცა დავუს. მე გეუბნებით ამ მომენტში რა ხდება, თუ 4 წელი რაც ხდებოდა, მალაპარაკეთ თქვენზე მეცხვით. ქალბატონ ნანას ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს პროკურატურასთან ამ ეთერში. მე ამ ეტაპზე რა ხდება, იმას ვაპარაკობ, თორე ის კი არა რომ 4 წლის განმავლობაში სამართლიანობას აღგენდა. პროკურატურა დღეს არის პოლიტიზირებული. სასამართლოსთან დაკავშირებით ქალბატონო ნანა, შემეძიბრებით ამ ხელისუფლების კრიტიკაში, მაგრამ ქვეყნის დაქცევაში ვერავისთან ვერ დავდგები. როდესაც ქვეყნის დაქცევაზე მონაწილეობ ვიღაცა და ვინ ადამიანები ჩართულებია. თქვენ გონიათ რომ მე ანუ არა, მე გითხრი რომ აპოზიციას ვინც მიყვება, ეს არ არის რომელიღაცა კონკრეტული ინსტიტუტის წინააღმდეგ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და დღეს ყველას მართებს მოქალაქეობრივი ვალია, რომ ყველა დადგეს იქ, სადაც არის ქვეყნის ინტერესები და არა პირადი ინტერესები. როგორ პოლიტიკურ ჯგუფს ბატონებო, აი ორივე ჩემი რესპონდენტი საუბრობთ იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენები არსებობს, ან ამ გავლენების მოპოვებას ცდილობენ. მაგრამ ქალბატონი განსხვავება ის არის, ქალბატონი სასამართლო საერთოდ არ არსებობდა. ქალბატონო ნანა. ქალბატონი ნანა იმას ისევე. დღესაც არ არსებობს სასამართლო. ნახეთ, ქალბატონი ნანა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე არის გავლენა. ოღონდ ეს არის სააკაშვილის გავლენა, იმიტომ რომ ეს ადამიანები თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოში მოხვდნენ, იმიტომ რომ ეს სურდა სააკაშვილს ასე. ჩემი ოფისიდან წავიდეთ, თქვენ მასწავლეთ არა ბატონო, თავისუფლების ინსტიტუტიდან ჩვენ თქვენ იცით კარგად რომ გავიყავით რევოლუციის. არა, ხო, არ ვიცი, მანამდე თავისუფლების ინსტიტუტიდან თანამშრომლობდით, ხო თქვენც? მანამდე და აკვანში როცა იწვდნენ ის რა ქვია და საბავშვობაში და შეიძლება ერთად ვიყავით. არა, გასაგებია, ეს რა ლოგიკაა. მე გეუბნებით როგორც კი დანაშაულებრივ გზაზე წავიდნენ ჩვენი ინტერესები და ჩვენი გზები გაიგო. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით მე საბავშვობაში ისანი იყვნენ ეგრევაში. თქვენი აზრი გაგაჩნიათ? ამ პოლიტიკურ გავლენებს გამორიცხავთ ბატონო. მაგრამ ახლა რა შეიძლება პოლიტიკურ გავლენებს? ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ გავლენებს გამორიცხავთ თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში. მე რო გამორიცხვა დავადასტურო, კონკრეტული მტკიცებულება უნდა მქონდეს, მაგრამ მივყვეთ სამართლებრივ ლოგიკას. 4 წელია გამოძიება ამ შემთხვევაში და პროკურატურა არის ქართული ოცნების ხელისუფლების. მე მაქვს მაგის ფაქტი რომ დაგემტკიცოთ რომ. არა, ერთი თუ შესაძლებელია დავამთავრებიეთ ქალბატონო ნანა. როდესაც საუბარია რომ მოსამართლეებზე ზეწოლა არ აქვს მნიშვნელობა ერთი თუ მეორე პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან შესაძლებელია იყოს. ამ შემთხვევაში ვალდებულია გამოძიება დაიწყოს თუ ფაქტი არსებობს ამის ესეთი რომ
არის კონკრეტული ზეწოლა კონკრეტულ მოსამართლეზე და ის მოსამართლე ამ ზეწოლას ექვემდებარება ერთის და მეორეს ანუ ზეწოლის გამცემის და ზეწოლაზე არ ამბობთ გავლენაზე ამბობთ პოლიტიკური გუნდის წევრები გასაგებია თუნდაც გავლენა მოსამართლე რომელიც გავლენისგან არ არის თავისუფალი და რომელზეც არსებობს ეჭვები ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული როდესაც ის კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას არ გეთანხმება მაგრამ თუ ასეთი არსებობს უხერხემლო ხელისუფლება მე ვერ გასაგებია ნუ ახლა ხერხემლო ისევე როგორც ვერ მოახერხა რეჟიმის გასამართლება თუ ესეთი არსებობს ქალბატონო ნანა თუ ესეთი არსებობს ბუნებრივია გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ერთ ისევე მეორე შემთხვევაში მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ რომ არსებობს კონკრეტული მანიშნებელი ფაქტები და მე ამ ფაქტების მჯერა იმიტომ რომ სასამართლოსთან მიმართებაში დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს ზოგადად საერთო სასამართლოებთან მიმართებაში როდესაც ადამიანები ვიყარებენ მურუსიძე დღეს ვიშიჯება მურუსიძე თქვენ არ იცოდით რომ მურუსიძე აუცილებლად არჩებოდა როდესაც კოაბიტაცია თქვენი პარტია როდესაც ხარ ერთი წუთი არა ვინ დატოვა ქალბატონო ვინ და კოაბიტაციამ დატოვა და ლოგიკური იყო ვინ დატოვა კოაბიტაცია რა შუაში როდესაც ევა გოქცინიძე ერთი წუთი ხელი აუწია მის დანიშნვას მე პირდაპირ გეტყვი ფაქტია რომ კოაბიტაციურ რეჟიმში მოხდა ეს ყველაფერი და ჩვენ რომ ვთხოვლობდით რეჟიმის გასამართლებას ის რომ მომხდარი მურუსიძე საკითხს გადავალ თქვენმა პარტიამ ზუსტად პარლამენტში კოაბიტაციას მხარი კოაბიტაციას უყარეს კენჭი კი არ უყარეს ოპოზიციის გამდა დიახ მისაღები გახდა ერთი პროტესტი მანახეთ რომელიც მას გააკეთეს ოდესაც თქვენ რომ კოაბიტაცია არა ეს ზოგადი ნაკოლაპარაკი არ გინდა ანუ კოაბიტაცია როდესაც შედგა ქვეყანაში ბუნებრივია მურუსიძე იქნებოდა აბა სად გაქრებოდა როგორ შედგა კოაბიტაცია და კოაბიტაციის გამოვლენება როგორ შედგა ეხლა მაგას შორს აგვიყვეთ უბრალოდ ვილაპარაკოთ როგორ შედგა კიდევ ვილაპარაკოთ როგორ შედგა კოაბიტაცია არა უნდა მიყვე მე ხო შეგვიძლია როგორ მოხდა კოაბიტაცია ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ მე მინდა საკონსტიტუციო ლაპარაკობ ფაქტებით აქ ზოგადად ფაქტებით გადაწყვეტილება იყო იუგულავას გადაწყვეტილება არ არის ქალბატონო ნანა მურუსიძეზე რა არის თავში დამამთავრებდი და ორი სიტყვით აგიხსნით თუ შესაძლებელია და მე გამეცნო მურუსიძე მოდი ვუდავარღვევთ გადაცემის დრამატურგიას მე ვთქვი რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ ჩვენ გადავალთ მურუსიძის და ევა გოციძის თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოზე მინდა გკითხოთ აი ორი აზრი გამოიკვეთა ამ სტუდიაში ერთი რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და ამას ავითარებს ქალბატონი ნანა და თქვენ ავითარებთ ას რომ ხელისუფლება ცდილობს ასე ვთქვათ დაიპყროს საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტები გითხარით ფაქტებთან დაკავშირებით ქმედებებზე მიზანი ხელისუფლების რა და რატომ არის ასეთი გაცხოველებული მიზანი და ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია და დასასრულს უახლოვდება ხუთი პოლიტიკური პატიმარი შემიძლია გითხრათ კაბელების საქმეზე ვსხდომი პირების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლებამ კარგად იცის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თუ დააკმაყოფილა ჩვენი სამართლიანი და კონსტიტუციური მოთხოვნა თვით მურუსიძეც კი ვერ აღუდგება მის სასამართლოში წინ რომ ჩვენი დასკვეშყოფები არ გამოუშვას თავისუფლებაში და დაკავშირებით მე მოგახსენებთ თქვენ მე ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოში და მე გააკეთა პაპუაშვილმა გასაგება რომ კაბელების საქმე არ გავაკეთე დამამთავრებია თუ შესაძლებელია ზუსტად მაგითო კეთება რომ ზუსტად პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები რაზეც არის და რაც უნდა გაიხინოს საკონსტიტუციო სასამართლო ზუსტად ამასაც დაკავშირებით ხდება ზეწოლა და რაც შეეხება პარალიზება სასამართლოში ჩემთვის განსაცვიფრებელი ფაქტი იყო როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები თვითონ აყენებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პარალიზების შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილებას მაგრამ შემდეგ სათათბირო ოთახში მადლობა ხმას რომ ყველამ ერთხმად მიიღო პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება აქ არის ზუსტად იმ სენსიტიური საკითხები სასამართლოს ქონდა ამის აღსრულება არ იყო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მე მაგალითი რა გინდა გიგი უგულავას მიმართ პეტრად ნეგატიური პოზიცია მაქვს მაგრამ აქ გიგი უგულავას ნუ ლაპარაკ ზეწოლა სად გამოდის? ჩემთვის ზეწოლის გამოსახილია, როდესაც თვითონ მოსამართლე გამოძახილია, შეძახილი რა გინდა, ფაქტებით ვილაპარაკოთ. მე გეუბნებით ფაქტს. რა შუაში შეიძლება თუ არა ადამიანი ერთი წუთი. ქიბროწაშვილი ვენერა, მიიღეს გადაწყვეტილება 9 მოსამართლეს კონსტიტუცია გეუბნება, რომ ზუსტად 9 მოსამართლეს უნდა ქონოდა პოლიტიზირებულია. გიგი უგულავას გადაწყვეტილება, სადაც 9 მოსამართლის მაგივრად 8 მოსამართლემ მოაწერა ხელი, რაც არის ანტიკონსტიტუციური და შევიდა ძალაში და აღასრულა სასამართლო. სხრაღებულობდა მონაწილეობა. რას ქვია არ არის? ეხლა კონსტიტუცია ახ არა, რას ქვია არ არის? 9 მოსამართლეს უნდა მიიღო მონაწილეობა, მოიხილა და ერთი არ იყოს მონაწილეობა.
არიღებს განსხვავებული აზრი შეეძლო. ერთი წუთით ქორუმი რა შუაშია? რა ხელმოწერას გეუბნები? ქორუმი რა შუაშია? შვიდი მოხმარდეს სასამარისია, მაგრამ ძალიან რასია საუბარი, მას გელაპარაკებს, კონსტიტუციაში წერია თუ არა 9-ვე მოსამართლეს უნდა მოეწერა ხელი. კი ბატონო, განსხვავებული აზრი შეუძლია დააფიქსიროს მაგრამ თუ არ ის არ არის და თან ის უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული, რომ ის ყოფილიყო კანონის ერთი წელი რო არ მოაწეროს ერთმა მოსამართლემ იმიტომ რომ იყო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება. მოსამართლემ ამბაზე მედავებით. ბატონებან არ გვინდა ამაზე ამბები ამბანი. ნებისმიერ ბატონებან თქვენ ამბობთ რომ საკითხებზე რომელიც არის განსაკუთრებით გზნობიარი და რეზონანსული ხელისუფლება ცდილობს რომ ამ საქმეებზე მოახდინოს გავლენა კაბელების საქმე როგორც არის რუსთავი ორის საქმე. როდისთვის დგება ეს საკითხები ისეთ აქტიურ ფაზაში რომ შეიძლება ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას. აქტიურ ფაზაში შესულია გადაწყვეტილება. ჩვენ საქმეზე შემიძლია გითხრათ კაბელების საქმეზე 2 აგვისტოს არის ბოლო სასამართლო პროცესი სადღაც დასმით პოზიციებს და დასმით სიტყვებს წარმოთქვამთ ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი მხარე კონსტიტუციური სარჩელის ავტორები და საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გავიდეს სათათბიროდ და უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თუ ჩვენი გადაწყვეტილება დადასტურდა და ჩვენი სარჩელი იქნა მიღებული რაც მიგვაჩნია სამართლიანად მაგრამ ჩვენი სუბიექტური პოზიცია ამ შემთხვევაში სასამართლო დაადასტურა ამ ხუთი პოლიტპატიმრის გამოსვლა და პოლიტიკური ტყვის გამოსვლა გააწყობს ხელისუფლებას. როდესაც 2 წლის განმავლობაში კაბელების საქმე და რუსთავი ორის საქმე აი ამ თემებს უკავშირებთ თქვენ რომ ეს არ მოხდეს არჩევნებამდე. უნებრივია. გასაგებია. კი, 190 პოლიტპატიმარი გამოუშვეს თვითონ ცნეს და არაფერი არ უქნეს ნაციონალურ მოძრაობასა. თქვათ და 5 ადამიანს რატო დააგრევს ხელისუფლებას? 190 გამოუშვეს მეთქი და პასუხი არ აგებინეს არავის. პროკურორი არ დასაჯეს, გამომძიებელი არ დასაჯეს, მოსამართლეები იგივე დატოვეს. არაფერი არ შეცვლილა და ამას მხარს უჭერდა დასავლეთი. როდესაც ქონებებს აკმოვდნენ ის ქონები რა ყოფილა ამისთან რა მოხდა მერე? არაფერი არ. არა, მაგას ვიცახი რა 5 რატო იქნება სკანდალი 190-მა არაფერი არ ქნა. არაფერი არ მოხდა ხალბატონო რა. ის 101 ეს იგი ლევან ვერ გაიგე რა. არა, რა ვერ გავიგე. მე გეუბნები რაოდენობას. 190 რა მნიშვნელობა აქვს? ნუ არა, მნიშვნელობა. არა, ერთი წუთი. იმ ხელისუფლებას არა, პოლიტიკურად ხომ ჯეროთ ის 190 იყო. პასუხისგებლობაზე ვლა. არა, დამამთავრები. ხელისუფლება უნდა აგოს თუ არა. თუ ნაციონალურმა ქალბატონანა, აი ნახეთ ქართულმა ოცნებამ თქვა რომ მე გამოვუშვი ციხიდან ადამიანები რომლებიც არიან პოლიტპატიმრები. ანუ მე ვარ პოლიტიკური ძალა რომელიც ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს. მაგრამ თუ კი ქართული ოცნების დროს გაჩნდება არ აქვს მნიშვნელობა 5 თუ 4 თუ 3 დაუძახებენ ვიღაცებს პოლიტპატიმარს ეს არ იქნება ქართული ოცნებისთვის დამანგრეველი რატო იქნება დამანგრეველი მეთქი გეუბნებით ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ადამიანი იყოს პოლიტპატიმარი და თქვან რომ ეს არის პოლიტიკა დამანგრეველი რატო უნდა იყოს ეს არის მიმანიშნებელი იმაზე რომ არის თუ არა ქვეყანაში რადოზით არის დემოკრატია თორე დამანგრეველი და აპოკალიფსი როგორ შეიძლება იყოს აპოკალიფსი არ მე სხვა რამეს გეუბნებით შესაძლებლობა. როდესაც თვითონ ხელისუფლებამ 190 პოლიტპატიმარს მისცა სტატუსი და სტატუსით გამოუშვა. ისე კი არა რომ ლევანი იძახის ამას ან ვიღაცა იძახის. პარლამენტმა თქვა ხალხის მიერ არჩეულმა ორგანომ. ამის შემდეგ მეთქი არც გამომძიებელი, არც პროკურორი, არც მოსამართლე, არავის არაფერი არ დამარცხდა. ჭირდება ქართულ ოცნებას ახალი პოლიტპატიმრები რო შეგა. პოლიტპატიმრის გამო იმ ხელისუფლებას არაფერი არ დამართეს. 5 პოლიტპატიმრის გამო რატო დაემართა? გასაგებია და ახლა კიდევ ჩვენი დრო მესმის თქვენი აზრი ჩვენი დრო იწურება და მე მინდა ვისაუბროთ ევა გოცირიძის წარდგენასთან დაკავშირებით თქვენ გსურდათ ამაზე გაგეკეთებინათ კომენტარი და პირდაპირ პარალელს ავლებთ იმასთან რომ მან მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის ერთადერთი გადაწყვეტილება ერთადერთი დამსახურება ქალბატონი გოცირიძის ის არის რომ დღეს მურუსიძის ხელში არის სასამართლო ხელისუფლება და მის ქვეშ მყოფი პირების ხელში არის სასამართლო ხელისუფლება. ეს არის დამსახურება ქალბატონი ევა გოცირიძის ბრჭყალებში დამსახურება და ქართულმა ოცნებამ ეს დამსახურება თავისი საყვარელი მოსამართლე მურუსიძის გამწევსებისა უადო პერსპექტივის შემდგომში სასამართლოში დაუფასა ქალბატონ გოცირიძეს. მე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ხო ამ შემთხვევაში
რა ხდება, როდესაც გოციძე ინიშნება, როდესაც მურუსიძე ინიშნება სასამართლოში, როდესაც გოგინაშვილი ინიშნება სასამართლოში, როდესაც სხვა მოსამართლეები ინიშნებიან სასამართლოში, როდესაც ოპოზიციაში იყო ქალბატონი წულუკიანი და როდესაც ყოველ დღე ყოველ დღე ლანძღავდა ნაციონალური ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი. დიახ, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, რომელმაც უღალატა პრინციპებზე, იმიტომ არ არის დღეს ჩვენ გუნდში და თავისუფალ დემოკრატებში ჩვენ პრინციპებს არ ვღალატოთ, შემიძლია გითხრათ. აქედან გამომდინარე, ის ხალხი დღეს განამწესა ქალბატონა გოცირიძემ, ისე მოსამართლე და წულკიანმა ქალბატონი გოცირიძე წარადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ნუ რაზე უნდა იყოს აქ საუბარი, საერთოდ და რა სტანდარტებზე უნდა იყოს საუბარი. აქ სტანდარტებზე არ არის საუბარი, აქ პრინციპებზეა საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე თუ ვინ გამოადგება ხელისუფლებას, ვინ იქნება მორჩილი, მას უფასდება უკვე გასაგებია ქალბატონანა გოცირიძესთან დაკავშირებით თუ გსურთ კომენტარის გაკეთება. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება ყველაფრის, რაც ქვეყანაში ხდება და მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა და მთავარი დანაშაული. ეს კი არ არის ევა გოცირიძე დაინიშნა თუ არა, არა, ნამდვილად არა. მთავარი უბედურება იყო ის, რომ ამ ხელისუფლებამ აირჩია ის კურსი, რომელიც მან აირჩია კრიმინალთან შეგუება და თქვა, რომ ჩვენ თანაარსებობა გვინდა კრიმინალებთან. იმიტომ რომ ეს არის დასავლეთის განწყობა. ასე უთხრეს საზოგადოებას. დასავლეთი რა შორშია? ასე უთხრეს საზოგადოებას, რომ დასავლეთის განწყობა არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კოაბიტაციაში კრიმინალებთან. ანუ მე ვაფასებ ხა როგორც კრიმინალს, რომ იმათ ვთქვეს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან და დღევანდელი დეპუტატების დღეს ქართული ოსნების დეპუტატები, იცით რა რიტორიკა მინდის უკვე? თუნდაც ჩემი ყველაზე საპატივცემულო დეპუტატი, ვინც თალაკვაძე რომელიც ყველაზე მეტად მომწონს ამ სიაში, თქვა რომ უნდა დაამთავრდეს ანგარიშწორებები და უნდა გადავიდეთ აღმავლობაზე რა. რას ნიშნავს აღშენებლობაზე? რა, აქამდე აღმშენებლობაზე იყვნენ გადასულები? რას ნიშნავს აღშენებლობაზე? ქვეყანა და ხელისუფლება სულ ყოველთვის უნდა იყოს აღშენებლობაზე, მაგრამ სამართლიანობის იგნორირებით. ეს თქვენთვის არის გზავნილი, რომ სამართლიანობის აღდგენა საბოლოოდ ვარდება წარს. საბოლოოდ სამარდება, დასამარდება საბოლოოდ სამართლიანობის აღდგენა. მე აქედან მინდა უთხრა ჩვენ მაყურებლებს, რომ არანაირი მოლოდინი დღეს რაც კეთდება პროკურატურაში, რომ 300.000 მუხლი იქ არანაირი მოლოდინი რომ დღეს დაისჯებიან დამნაშავეები. არანაირი მოლოდინი საზოგადოებას არ უნდა კონდეს, იმიტომ რომ პირდაპირ აცხადებენ დღეს კანდიდატები, ქართული ოცნების კანდიდატები პირდაპირ აცხადებენ, რომ აღშენებლობაა ჩვენი პრიორიტეტი და სამართლიანობა აღარ არის პრიორიტეტი. მურუსიძის საკითხსაც მე თუ სწორად მივხვდი თქვენ კოაბიტაციის აქედან გამომდინარე მურუსიძეც იქნება და ლოგიკურია და ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს. ევაც იქნება, ყველა იქნება ის მოსამართლეები, რომლებიც არ ჩვენ რომელიმე მოსამართლეზე ვთქვით, რომ ეს ამ მოსამართლებმა ეს გადაწყვეტილებები მიიღეს თუნდაც პოლიტიკურ პატიმრებთან. ანუ ლოგიკა რა არის ქალბატონანა, მაგალითად კოაბიტაციის პირობებში თუ კი მე მაგალითად პარლამენტში ვთანამშრომლობ ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაც საკითხებზე, რატომ არ უნდა ვითანამშრომლო სასამართლოში მურუსიძესთან? აი ეს არის თემა. ეს არის შეცდომაში თანამშრომლობა სხვა რაღაცაა. თანამშრომლობა არის, როდესაც მე და თქვენ თანამშრომლობთ ახლა და მე თქვენი რესპონდენტი ვარ და თქვენ ხართ გადაცემის წამყვანი. მაგრამ როგორც კი მე და თქვენ ნარკოტიკებს გავყიდით, ან ადამიანებს ჩავაგდებთ იმეებში და ვაწამებთ, და უბრალოდ თქვენ ეს აწამეთ და მე მოვდივარ და ვიცი რომ თქვენ კრიმინალი გაქვთ ჩადენილი და ამას აკეთებდი და თანამშრომლობთ, ეს არ არის თანამშრომლობა. ეს არის სხვა რაღაცა. კრიმინალთან თანამშრომლობაა ეს. ეს არ არის, იმიტომ რომ ის მასალები, რაც მათ მტკიცებულებების სახით დახვდა. კრიმინალთან თანამშრომლობას უწოდებს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას. ასევე განიხილავთ თუ არა მურუსიძესთან დაკავშირებით. გერმანია კოაბიტაცია არაფერს ჩვენზე განუვითარებელი ქვეყანა იყო, რომ განვითარება და აღმავლობა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო იმ ქვეყანაში, რაც დაიწყო სწორედ რეჟიმის გასამართლებლად. კოაბიტაცია ერთ სულ ერთი წამი და კოაბიტაცია ქალბატონანა მე ვფიქრობ, რომ არაფერს შუაში არ არის და არავით არის დასავლეთის მიერ თავმოხვეული ეს ზრახვები არ არის, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა მიზანმიმართული, რომ მათ ჭირდებათ მორჩილი ხალხი, უბრალოდ დამისახელონ ვინმე ერთი პროკურორი, რომლებიც ქონების ჩამორთმევაზე იყო, პასუხისმგებელი და კარგად ვიცით, როგორ ღამე აფორმებიებდნენ ქონებებს და სად არიან ეს პროკურორები. მე პირდაპირ გეტყვით, ნუ პირდაპირ შეხება მაქვს. დღეს ეს პროკურორები ისევ იქ არიან. ციხეებთან დაკავშირებული, ციხეებზე ზედამხედველი პროკურორები სად არიან? ზოგი იქ არის, ზოგი დაწინაურებული. ანუ ეს არის პოლიტიკა, არანაირი კოაბიტაცია. კოაბიტაცია არაფერს ანუ მე თუ სწორად მივხვდი, ანუ სიტყვა კოაბიტაციის მიღმა თქვენ ხედავთ ასეთ რამეს.
აი მე კი არ მინდოდა რომ ასე წასულიყო საქმე ოცნება ამბობს. არამედ აი დასავლეთიდან ეს მომახვიეს ამით თავის გამართლების გამართლება არის. თავის შემიძლია გითხრათ როგორ რომელს ჯერავს რომელს ჯერავს დასავლეთის კონკრეტულ უნდა შეწყდეს ანგარიშორება თქვენ ეს განცხადებით ამოვიღოთ აქედან ვინმეს ჯერა რომ კონკრეტულ პროკურორზე დასავლეთიდან უთხრეს რომ კონკრეტული პროკურორი დატოვია მუსიძე დატოვია ვინმე მოსამართლე დატოვია ეს არის ნების გამოვლენა ხელისუფალის რომ მათ უნდა ყავდეთ ისე გაზრდილი მოსამართლეები რომლებიც ხელისუფალის ნებაზე დადიოდნენ მუდამ რომ ახლა მათ ხელისუფალის ნებაზეა რომ ჩვენ ქვეყანაში პროკურატურის სამართლო სისტემის ხრივ არაფერი არ შეცვლილა შემიძლია გითხრათ არ უნდა გქონდეს იმედი რომ ამ 4 თვეში და 3 თვეში რამე შეიცვალა არ იმის იმედი მაქვს რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები შედეგი დაიდება გაიწელება გამოძიება და შედეგი არ დაიდება პროცესთან დაკავშირებით რა შედეგს ელოდებით ჩვენს პროცესთან დაკავშირებით იმედი მინდა ვიქონიო რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რასაც ქვია კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოს ის წევრები მე არ ვიცი ვიზია საუბარი ვინ ზეწოლის ქვეშ არიან გაუძლებენ იმ ზეწოლას და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას რაც კონსტიტუციაზე არის დამყარებული შეიძლება თქვა რომ ზეწოლის ქვეშ არიან ერანერად შეიძლება რა მტკიცებულება რა ვინმეს გვარი დაასახელეს ვინმე სახელი დაასახელეს რაიმე კონკრეტული თქვეს ესავით რა ქვია ელისაშვილის განცხადება რამე კონკრეტული დადეს ან ელისაშვილის განცხადების გამოძიება რო არ მოხდა რა მეთანხმებით ქალბატონანა რა უნდა მოხდა რამე მიიტანა არა ერთი წუთი რა უნდა მიიტანა არაფერი ვისი ვალდებულება ჩამოვარდა და გამოიწია ვისი ვალდებულება ერთი წუთი არა ჩემს ახს დაეცა ერთი წუთი თქვენ დაზარალებულ და მომჩივან მხარეს ავალდებულებთ რომ გამოძიება აწარმოებთ არა მე ვიძახი მე დღეს მეუბნები პროკურატურას რომ თვარე დაეცა ჩემს სახლს და გამოიძიეს არა ეგ ახლა ზოგადი საუბარი კარგი თავდა დავასრულოთ თვარეს ვასახელებ კონკრეტულად ჩემს სახლს აბულადი თვარე რო დაეცა თქვენ სახლს და თორო განაცხადო თვარის დასაბაზი კიდევ ერთი სტუმარი გველოდება ნანა კაკაბაძე და ლევან სამუშია იყვნენ ჩვენი სტუმრები გმადლობთ განაცხადებით თვაზე თუ არ იყო ყველაფერი მე ვიძახი რომ თვარე დაეცა რეკლამის შემდეგ დენილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე იქნება ჩვენი სტუმარი მან პრესას მისცა საკმაოდ სკანდალური ინტერვიუ და თქვა ერთი აკრიტიკებს დღევანდელ პოლიტიკას სამინისტროსი და ამასთანავე ილაპარაკა იმაზე რომ დევნილებისთვის ბინების შესყიდვაში სამინისტროს მიერ ზედმეტად დახარჯული თანხები არსებობს და ამ თემას განვავრცობთ სულ რამდენიმე წუთში დაგველოდეთ